მოგესალმებით, ქრისტე აღსდგა, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, ყოველივეს საუკეთესოს გისურვებთ. დღეს ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ გავატარეთ სოფელში რამოდენიმე დღე, აღდგომის პერიოდი, მოკლედ გავიქეცით თბილისის ხმაურს და დავტკბი სოფლის სილამაზით. გავერთე, ვისიამოვნე, საქმეც გავაკეთე და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნო დასვენება გამოვიდა. Hi guys, ჩამოვედი სოფელში და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ it's my home. ანუ მთელი ბავშვობა აქ მოქვს გატარებული და რეალურად სტუდენტობის პერიოდში დავაფასე აქაურობა და წარბებს რა ვქენი. ანუ 2 დღე ვიკეთებდი წარბებს და არ შევეშვი, ბოლოს და ბოლოს არ შევეშვი და საშინელება გავიკეთე. ანუ მეთქი ვსიო, როგორც არის ეგრე იყოს. და ბოლოს თავი დავანებე. ანუ ყველაზე მეტად რაც მიხარი არის ის, რომ უნივერსიტეტში ვისვენებ, სამსახური ხელს არ მიშლის და ჩამოვედი ბევრად უფრო ადრე. ანუ ახალ წელს რომ მომიწია ჩამორბენა და გაქცევა, ეგრე არ მომიწია რა. დღეს არის 9, ჩამოვედი 9-ში და 14-ში წავალ დილას. 10, 11, 12, 13, 14, ანუ მთელ ამ პერიოდს გავატარებ სოფელში და მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ძალიან გვიან დავიძინე, იმიტომ რომ არ დამეძინა, ერთსული, ანუ სოფელში წამოსვლაზე მეფიქრებოდა ესე ვთქვათ და არ დამეძინა, ძალიან გვიან დავიძინე უпростоრეთ და მიუხედავად იმისა, რომ დილასაც ადრე ავდექი, ვიმგზავრე, ძალიან ცუდად ვიმგზავრე, მოდი ეგრე ვიტყოდი, ჩამოვედი თუ არა, ანუ ჯერ ხო შევათვალიერე ყველაფერი, რა თქმა უნდა, თითოეული კუთხე კუნჭული, ყველა ოთახი სათითაოდ დავათვალიერე, ანუ ყოველთვის ეგრე ვარ, რამდენი ჩამოვალ სოფელში, ყოველთვის თითოეული კუთხე კუნჭული სათითაოდ უნდა დავათვალიერო, აბა რა შეიცვალა, აბა რა გამოსწორდა, რა გაუარესდა და როცა უკვე დავტკბი ჩემი ეზოკარით და დავათვალიერე ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ნამგზავრები ვიყავი, იმდენად მსიამოვნებ და აქაურობა, ესე ვთქვათ, მქონდა იმის ენერგია, რომ ნუ ჯერ რა თქმა უნდა ყავადავლია და მერე ჭურჭელი დავრეცხე, ჩემი საყვარელი სამზარეულო დავალაგე, სადაც იმდენი მაქვს ნაფუსფუსები, ანუ მთელი ბავშვობა, ღამე რო დედაჩემი და მამაჩემი დაწვებოდნენ ხოლმე დაიძინებდნენ, მთელი ღამე მიქსერი და ბლენდერი და ეგეთ რაღაცებს ვაბღუილებდი ხოლმე და ესე ვთქვათ, ტიტყნაობდი ხარას ვაკეთებდი ხანრას. ხო და შესაბამისად ძალიან მიყვარს ჩემი მოცუცკნული სამზარეულო. დავალაგე სამზარეულო, მერე მოვზილე ცომი, გადავწყვიტე გამეკეთებინა პიცა და ღამის 12 საათზე მორჩი პიცის ცხობას. 3 ცალი პიცა გამოვაწყო, დიდი პიცები, ძალიან ბევრი ვჭამე და ეხლა წამომჯდარი ვარ საწოლზე
მთელი 1 საათია ხან TikTok-ს სკროლავ, ხან YouTube-ს უყურებ და რავი, მოკლედ ხვალ წითელი პარასკევია. ხვალ არის კვერცხის შეღებვის დღე და რა ვიცი, მინდა რომ პატარ-პატარა ნაწყვეტები გადავიღო სოფელში გატარებული დროის, ესე ვთქვათ, და მერე უკვე ერთად შემოგთავაზოთ. ასე რომ წავედი ახლა ხვალამდე. ანუ ჩემ ოთახზე ვგიჟდები ყველაზე მეტად ეს სისულელეები რომ აქ მოწყობილი და კედელი პროსტა ნახეთ რას გავს. ეს ფურცლები, ფოტოები ნახევრად ჩამოყრილი. ანუ რაღაცა განათებები, დეკორაციები ეს კარა და აქეთ. ანუ სისულელეები მაგ გაკეთებული, გაკრული. მაგრამ მაინც ვგიჟდები. იმიტომ რომ საყვარლობა. ახლა შუქი არა მაქვს, აქ შუქიც გაფუჭებულია. ეს ჩემი ბავშვობის სათამაშოებია. და ეს კიდე ჩემი რაღაცეები, ჩემი ნახატები გამოფენილი, ნახეთ. ანუ ხო ყველაფერი სისულელეა, მაგრამ ვგიჟდები. ეს რაღაცა შაქრით და საღებავებით გავაკეთე და ეს შაქარი და საღებავები დაობდა და საბოლოოდ მიიღო ესეთი ფერი. რას აღარ დავხავთ გეხვეწებთ, ეს რაღა, ეს ვითომ ხიდი და მდინარე და ყვავილები, ესეც მოყვავილზე. ეს მე და დედაჩემმა ავაწყვეთ, როგორ ძალიან კარგად მახსოვს, ესე ვთქვათ, ამის ჩარჩოში ჩასმა და ამის ანუ მე და დედაჩემმა ავაწყვეთ მოკლედ ეს. აქედაც ჩემი ბავშვობის სათამაშოები მთლიანად მთელ თაროზე და გიჟდები ჩემს სულელურ ოთახზე. ძალიან მიყვარს რა გავაკეთო. ყველაზე გემრიელად მძინავს ხოლმე აქ ამ ოთახში. ეს ჩემი გიტარა. ანუ ბავშვობიდან ჩემი ძალიან მინდოდა გიტარა რა ბავშვობიდან და აი ოღონდ გიტარა მომცა და დაკვრას ვისწავლი თქო და რას აღარ ვიძახდი მართლა, მაგრამ საბოლოოდ გიტარა ვიყიდე, მაგრამ დაკვრა, აი როგორ იცით, ძალიან ისე რა ვიჩხაკუნე და მომბეს და საბოლოოდ და ვისწავლე არა ის. აი ეს ძალიან მიყვარს. მე თვითონ გავაკეთე ეს წარწერები. I love you. ეს წარწერები, ეს წარწერა you and me love. ანუ ეს ყველაფერი არის ჩემი გაკეთებული. ეს ნახეთ რა სისაყვარლეა. აი ეს ტუჩები არ მახსოვს ვისია. ანუ ეხლა დარწმუნებული ვარ ამ დეკორაციის გამო მე არ წავისმევდი პომადას და მე არ დავხატავდი ტუჩებს, ესე ვთქვათ, ფურცელს არ დავკოცნიდი მოკლედ. და როგორც მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი კლასელის ტუჩი. ეგ არის, ანუ ჩემი კლასელის ტუჩებია. ერთ დღეს პროსტა ვთამაშობდით რაღაცა, მაშინ ძალიან ტრენდში იყო, ესე ვთქვათ, ფურცლით დაკოცნა და აი ესე წამოვიღე ალბათ ის ფურცელი სახში, გამოვჭერი ის ტუჩები და გამოვიყენე დეკორაციაში. ვგიჟდები ჩემს სულელურ ოთახზე. სიამოვნებით შევცვლიდი რაღაცებს. ეხლა სიამოვნებით აი გადავაკეთებდი ჩემს ოთახს ძალიან როგორად იცით, მექნებოდა ხის პადონისგან აწყობილი, ჩემი ხელით ავაწყობდი მოკლედ ხის პადონებისგან საწყოს, რაღაცა ლამაზი განათებებით, იქ თაროებზე წიგნებს ჩამოვალაგებდი რაღაცა, ნუ აქაც ამ კუთხეში ხის მაგიდა და სკამი და მოკლედ ძალიან საყვარლად მოვაწყობდი ჩემ გამოსზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაგის დროც მოვა. სატედი ვერ გამოვა ძრეთ ცალი ხელით, შესაერთებელი თავი. 3 საათი ახლა ხო და დროა ღამის რუტინის.
ეს არის ძალიან იაფფასიანი მაზი რა. ბორო პლუსი, რა ვიცი, ყველანაირი გამონაყარს და ვაფშე ყველაფერს რო შველის და ბოლო 2-3 დღე, ანუ ყოველდღიურად ვისმევ ხოლმე ამას რა, დაწოლის წინ კვირებს რო გავიხეხავ და რაღაცა დაწოლის წინ ვისმევ და მთელი ღამე ვიჩერებ ამას მთლიან სახეზე ვიტან ხოლმე, ესე ვთქვათ, თითებით და ბოლო 2 დღე არ წამისვია და ანუ ნახეთ, ჯემალი ყოები. ხო, ანუ ეს ისეთი რაღაცაა მოკლედ, რომ ყოველ დღე თუ არ გამოიყენე, როგორც კი ერთ დღეს ჩააგდებ, ეგრევე დაგაყრის. ჩემ შემთხვევაში ეგრეა რა. აი ბოლო პერიოდში ძალიან კმაყოფილი ვიყავი საკუთარი კანით, ესე ვთქვათ. ძალიან პრიალებდა ჩემი კანი და ძალიან მომწონდა, მაგრამ ბოლო 2 დღე, 3 დღე ჩავაგდე და ისევ დამაყარა და გინდა არ გინდა რო დამაყრის, მერე ვიქავებ და ძალიან მიუხეშდება რა. იმის წამოღება დამავიწყდა მეორენაირი ჯაგრისთვის, აი ამათთვის პატარა ჯაგრისები როა წვრილი, მაგრამ არა უშავს. ანუ ეს ყველა ოთახში ესე რატოა ჩამოკონწიალებული, არსად წესიერი ლუსტრა რო არ არის. ანუ ძალიან მომწონს ეს ფერი ბრეკეტები. მუქი მწვანეა, ოღონდ გამჭირვალე მუქი მწვანე რა. და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ აი ამ ბრეკეტების რკინებსაც ოთხკუთხედს ძალიან კარგად აჩენს. მით უმეტეს მზეზე. ესე ჩემს ოთახი და ამ სარკეზე ვგიჟდები. იმიტომ რომ ესეთი ნახეთ, გვერდით გამოდის და აქ თაროებია. ანუ ძალიან საყვარლობა. ეხლა ამ ვიდეოს რო ნახავს, ჩემი გამიგიჟდება. ლოგინი რატოა მიყრილი? აი ნერვიულო დედა ჩემო. ხა ისე იქნება ხანას. წავედი ხა მართლა ლოგინი უნდა გავალაგო და დავიცინო ხვალამდე. მოგესალმებით. This is the next day in the village. გათენდა შემდეგი დღე, მეორე დღე და ისე გემრიელად მეძინა. პირველი საათია და ჯერ ისევ წევარ მოკლედ. 4 საათზე დავწექი გუშინ, ძალიან გვიან დავწექი და შესაბამისად გვიანად ვდგები. ისე გემრიელად მეძინა. აი სოფელში რომ ძინავს ხოლმე არ ვიცი. ძალიან გემრიელად. და როგორც მივხვდი, დღეს გვაქვს მზიანი ამინდი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რო ჩამოვედი ხალხო, ანუ მიწას ჭყაპაჭყუპი გაუდიოდა. და როგორც მივხვდი, დღეს გვაქვს მზიანი ამინდი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რო ჩამოვედი ხალხო, ანუ მიწას ჭყაპაჭყუპი გაუდიოდა, ისეთი წვიმები იყო თურმე, სანამ მე ჩამოვიდოდი. და ძალიან მიხარია, რომ მზეა. ეს ჩემი ფისო, რომელიც მთელი ღამე ჩემთან იწვა. მთელი ღამე. მერე დილას ცოტა ხანი წავიდა, ისევ მოვიდა დამახტა თავზე. შემომიწურა ლოგინში და ეხა ცალკე წევს, არ ვიცი რატო. ანუ მაინც აქ მიზის არ მშორდება, ოღონდ ცალკეა მოშორებით ზის. ჩემი დებილი, ესე ჩემი დებილი.
ძალიან კი გამეწელა ესე ვთქვათ ადგომა და გაღვიძება, მაგრამ არა უშავს. დღეს მაქვს გეგმაში, კვერცხის შეღებვა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წითელი პარასკევია და აივანი მინდა დავალაგო, ლამაზად მოვხვეტო, მოვრეცხო, მაგიდა და სკამი დავდგა და გემრიელად დავჭდე და ყავა მივირთვა. ძალიან კაია სოფელი. ოღონდ ცოტა ხნით რა ესე სტუმრად რო ჩამოდიხარ რამოდენიმე დღით, თორე განვითარების მხრივ სოფელში არ გაქვს პერსპექტივა რომ განვითარდე. თუ ვირულად შრომა არ გიყვარს და თუ სოფელი იმდენად არ გიყვარს, რომ თქვათ ყავდეს ძროხა ღორი სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, ისე ვერაფერს ვერ იზავს სოფელში. ნახეთ უბრალოდ რა მშვენიერი ამინდია. აი ეს უკვე მესმის. ეს კარგია. ყველაფერი გამწვანებულია, უბრალოდ ჩვენი ეზო ახალი მოცელილია. და შესაბამისად ჯერ არ არის მწვანე. თორე აი გვერდით ეზოს კი ხედავთ რამხელა ბალახია და ყვითელი ყვავილები და აი მე ის ჩიტების ჭიკჭიკი და აქეთ ფისრო მეხახუნება ფეხზე. ანუ გამოვალ თუ არა გარეთ ეგრევე მეტაკება კატა ძაღლი. ეს რამხელა გაიზარდა, იცით, წინა ჩამოსვლაზე ბევრად უფრო პატარა იყო. ეს ნახეთ. ალუბლის ხე. ანუ მე მაგალითად თბილისში, რავი, სიმწვანეს, ესეც სიმწვანეს მე პირადად თბილისში ვერ ვხედავ ხოლმე. რა შედარებაა. პროსტა ნახეთ, 1, 2, 3, ეს 4 და მეხუთე კატა კიდე სახლშია. ანუ, ეხლა ყველა ჩვენი არ არის, მაგრამ ნახეთ ზოოპარკი უნდა გავხსნა. Wanna be happy, cool, show me have it's done. You look so pretty, pretty like the sun. ხო, სიმღერებში სიმღერით დიდად ვერ გამოვირჩევი, არ მაქვს მიტი. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ აი ამ წუთას სიმართლე გითხრათ არაფერი არ მადარდებს. ვსივარ სოფელში პირდაპირ ცემენტზე, არ არის ცივი, არ ნერვიულობ, თბილია მზემ გაათბო. აი ყავა მოვიდგი, აქ კატა მყავს. ძალიან მზიანი ამინდია და მზეზე ვზივარ, იმიტომ რომ სიამოვნებს, არ არის ძალიან მწყუნვარე და ძალიან შემაწუხებელი მზე და უბედნიერესი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან კარგი, აქაურობ. სათვალე ძალიან დამესვარა. გასაწმენდი ტილო არ წამომიღია, სათვალის საწმენდი დამავიწყდა ჩადება და ეხლა ვფიქრობ, რამე უნდა მოვძებნო ისეთი ტილო, რომ სათვალე კარგად გაწმინდოს და აი კი ხედავთ, რომ იმდენად გადაჩვეული ვარ სათვალის გარეშე ყოფნას, რომ აი ხა მზემ ძალიან ჩემი თვალებისთვის ძალიან შემაწუხებელია მზე. თვალებიდან წრემლები წამომივიდა. აი ეს ტაძრის ზარის ხმები რომ მოდის, უბრალოდ მოусმინეთ. მით უმეტეს აღდგომის პერიოდში ძალიან ხშირად ირეკება ზარი და ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს.
დავიწყე აივნის დალაგება და უბრალოდ ნახეთ როგორ გავაწყრიალებ აქაურობას. აქ უკვე რაღაცა ზედმეტი რაღაცეები რაც ელაგა ყველაფერი ავიღე, ამათაც მივხედავ ყველაფერს. ეს რკინები მინდა წავიღო იქეთ გვერდით ამ მხარეს. ეს მოიხვეტება და მოიწმინდება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოიცელა ბალახები ამოაყარა და ესე ვთქვათ დასრული აქაურობა. ეს შეშა მინდა ერთ სიგრძეზე ჩავამწყრივო აქ, დანარჩენი ზედმეტი ნივთები ყველაფერი ავიღო, რაც კი რამე არსებობს აქ, ზედმეტი ყველაფერი ავიღო და ესეთი სკამი არის 2 ცალი და ლამაზად დავდგავ ამ სკამს. აქ რაღაცა ბალიშს ვუპოვი, გადასაფარებელს ვუპოვი და ლამაზად მინდა მოკლედ ეს აივანი მთელ სიგრძეზე დავალაგო და ვნახოთ როგორ გავუმკლავდები. დედაჩემი გიждდება ხოლმე ზოგადად, ვაიმე მიყრილი-მოყრილი რო გაქვს ყველაფერი ვიდეოს რატო უღებო. ანუ აი თუ რამე არ მოეწონება ხოლმე ვიდეოებს რო ნახულობს რაღაცა დაინახა რომ ან გასარეცხი ჭურჭელი მოჩანს ვიდეოში, ან რაღაცა დასრული რაღაცა მოჩანს ვიდეოში, ყოველთვის მსაყვედურობს რატო უღებ. მეთქი დედაჩემო, ანუ რა პრობლემაა ხო? მე ხო ყველაფერს ბუნებრივობის მოყვარული ვარ, ესე ვთქვათ და ყველაფერს რავი რა ეგრეა და თავარია ხო ვალაგებ მოკლედ, მაგის თქმა მინდოდა. აი ახლა გაჩვენეთ უბრალოდ როგორია და მინდა ნახოთ როგორი გახდება და შესაბამისად რა პრობლემაა. ეს ხო ესეა და შეგვიძლია რეალურად ამის შეცვლა, ასე რომ მე თუ თქვენ ეს გაჩვენეთ, ეს არაფერს კატასტროფას არ წარმოადგენს. მოვიტანე ეს ორივე, ვგიჟდები უბრალოდ ესეთ რაღაცებზე პადონის მაგი და სკამებზე, ოღონდ კარგად გაკეთებულზე რა. ეს ახლა უნდა გამოწვა ცოტათი, გალაკო, იბწყრიალებს ულამაზესი იქნება და პლუს მერე რაღაცა ბალიშები უნდა შეუკერო თავისი მისაწოლი ისა, რა ვიცი, აი ულამაზესი რაღაცეები კეთდება.
ეხლა ვფიქრობ, ეს უფრო კაია ეს ზედა მხარე რო დაფარული აქვს თუ ეს? ანუ თითქოს ეს უფრო ბუნებრივია და ეს უფრო დახვეწილია, ნახეთ, მე მგონი ისე სჯობს. ის სჯობს. ეხლა ვფიქრობ, მაგიდა არ გვაქვს ჯერ გაკეთებული. ანუ ესეც ბიძაჩემმა გააკეთა და ძალიან მომწონს. მაგიდა არ არის გაკეთებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ დროებით შემიძლია გამოვიტანო 3 ცალი პადონი და აქ შუაში ჩავდგა ერთმანეთზე დავალაგო და შუაში ჩავდგა. ეხლა 2 დღით ვარ და რა საჭიროა არ ვიცი. 2 არა, მაგრამ 4 დღით ვარ ჩამოსული და რა საჭიროა არ ვიცი, მაგრამ ცოტა ხნით ხო ვისიამოვნებ. და ეხლა ვფიქრობ, ეს ესე იყოს და აქ დავდგა მაგიდა თუ ეს იქეთ შევაბრუნო. მერე მაგიდა დავდგა და მეორე აქედან მიუდო. მე მგონი ეგრე აჯობებს, რომ შევაბრუნო. ვაი. ესეც კაია, მაგრამ მე მგონი ჯობია რომ ერთი შეშებს მივაყუდო. მერე მაგიდა დავდგა და მეორე აქედან. კიდე გაწვიმდა ხალხო. ეს სკამებისაც წავიღო, არ ვიცი, არც ერთი არ ვარ არაფერი. კიდე გაწვიმდა და კიდე აცივდა. აღდგომას ყოველთვის წვიმები და ტალახები იყო ხოლმე, მაგრამ რატომღაც ძალიან მინდა რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში რაღაცა კარგი ამინდები იყოს, ესე ვთქვათ. მოკლედ ეს აივანი თითქმის მორჩი. იქ რაღაცეები დამჩა პატარ-პატარა ასაღები. და აი ეს ხრონგი ყველაზე მეტად არ მომწონს, მამაჩემი მაგააკეთა და აი ჯართი, რასაც ქვია, რას გავს უბრალოდ შეხედეთ ამას რა უნდა აივანზე. და ესეც არ მომწონს, მაგრამ ძაღლის ოთახია და ეხა ვერაფერს ვერ ვზავ, ამათ მე ვერცად ვერ წავიღებ, ვერ გადავაადგილებ და დავტოვე ისე როგორც არის და მარტო ეს ტერიტორია დამჩა მოსახვეტი და სკამები გასატანი და ეხა ვფიქრობდი რომ მეთქი შლანგს მოვიტან და გადავრეცხავ თქო, მაგრამ ძალიან აცივდა, გაწვიმდა და დავსველდები და მოდი მოწმენდას დროებით გადავდებ. თან ღამდება და უკვე კვერცხიც უნდა შევღებო. ეხა ესე დავდე, ანუ ეს რო აქეთ გამოვწიო, გასასვლელი ადგილი აღარ დარჩება აქ. ეს პარკი რით ვერ ავიღე. 2 დღეა ეზოშია. ხო და რა ვიცი, ხა ეს რო აქ დავდგა და შუაში მაგიდა, აქ გასასვლელი ადგილი აღარ რჩება და არ ვიცი როგორ მოიქცე. ალბათ თავიდან როგორც მედგა, ისე დავტოვებ რა და შუაში მაგიდას ჩავდგო. ნახოთ მოკლედ. ანუ ოთახიდან რო გამოვდივარ გარეთ, გულს უხარია ეს აივანი რო სუფთად არის, ესე თუ ისე რა. ბევრად უფრო სუფთად შეიძლება ეხა ამის ალაგება. აი, ნახეთ უბრალოდ რა საყვარლობა. ეს ძალიან მარტივად და უბრალოდ გაკეთებული, თორე ეხა ეს მაგიდაც ჩემი აზრით დიდია. ჩემი აზრით ეს უნდა დაშალო, შუაზე გაჭრა, ესე ვთქვათ და აი ეს ზომა მაგიდა ამ სკამებისთვის უკვე საკმარისია. ლამაზად რო აწყობა მაგიდას და ზემოდან უნდა დაადო შუშა. სარკე გამჭირვალე. ამ სკამებს ბალიშები შეუკერო რაღაცა. ვფიქრობ რომ ერთი ცელიც დავამატო, იმიტომ რომ დაბალია მაგიდა, ფაქტიურად სკამის ხელაა. და რავი რა, დავტოვებ ესე და მერე მამაჩემმა თუ გააკეთა კარგად და ბალიშებიც თუ გაუკეთა და სარკეც თუ ვთქვათ უყიდა და დაამაგრა, ძალიან კარგი იქნება. უბრალოდ ეს მაგიდა ჩემი აზრით არის დიდი, მაგრამ ეხლა მე რა თქმა უნდა ვერ დავჭრი და ვერ ავაწყობ. კი შემიძლია, მაგრამ არცალია რა. თან უკვე ერთ ცალ პადონსაც დავამატებ ამას და მორჩა ეგ იქნება, დავტოვებ ისე როგორც არის. თან უკვე ხანდება, გაწვიმდა და ეს კვერცხი უნდა შევღებო, თორე ესე ამბობენ რომ მზის ჩასვლამდეო და სადღაა მზე, სადღაა. ესეთი გამოვიდა და უსაყვარლესია, ვგიჟდები. თუ არ დამეზარა, ეხა ბალიშებსაც გამოუძებნი რაღაცას და დავდებ დროებით. და მაგიდას არ ვიცი რა უქნა, იმიტომ რომ შუშის მაგვარი გამჭირვალე არაფერი არ მაქვს, რომ დავადო ზემოდან, ოღონდ ეს ჩემი აზრით არის ზედმეტად დიდი. ანუ ეს რო შუაზე გაჭრა, ამ ხელა მაგიდა რო პირიქით ესე რო დადონ, ამის ნახევარი,
იქნება ულამაზესი და უსაყვარლესი. ეხა ამ სკამების ფონზე ეს მაგიდა ჩანს ძალიან დიდად. ეგე წამოვიჯექით მე და ზაზა. ჩემს ვითომ გაკეთებულზე რეალურად არაფერი არ გამიკეთებია, სკამი გაკეთებული დამხვდა და ეს პადონები 3 წელი დავადე ერთმანეთზე და ვითომ გავაკეთე, მაგრამ ძალიან საყვარლობაა. მაგარია ძალიან. ეს რო ეხა გააჭრა შუაზე მე-5-ად ვამბობ უკვე და ამის ნახევარი ზომა გააკეთო და ზემოდან შუშა დაამაგრო, ოღონდ ეს უნდა გამოწვა გალაკო და ჩალიჩი უნდა ეს რა არის ჯერ. არაფერი ჩალიჩი არ უნდა გამოწვა გალაკო ამას ახლა უკვე შკურკა უნდა ნახე როგორია. და ძალიან მაგარი იქნება. გალაკვა უნდა ამას დაწვა უნდა ისოა. ხოიცი სატრუსილოა. ხო, ის რო ტრუსავ. 1000-ნაირი რაღაცეები კეთდება ამეებით კეთცები. ეგ უნდა გავაკეთეთ ბიჭებს ბარში. ოღონდ სულ დავისვარე მოვისპე, ძველები რო ჩამეცვა და ისე მემუშავა არა. აი ესეთი გამოვიდა კვერცხები. ორნაირი შევღები, ანუ ერთი მუქი ფერის, ერთი ღია ფერის. სოფლის კვერცხს რო ეძახიან ეგეთებიც იყო და ეს მუქები არის სოფლის კვერცხები. აი ეს ნახეთ როგორი ფერი აქვს. და ღია ფერის არის ნაყიდი რა, ну ყველა ნაყიდია, მაგრამ აი ეს უფრო აი როგორ იღებება თეთრი კვერცხი. გასკდა ალბათ ჯამში 5 ცალი, სულ მოვხარშე 3 შეკვრა და ნახეთ კიდევ რა გავაკეთე, აი ესეთები. სკოჩები დავაკარი, სხვადასხვანაირად. ზოგს ჯვრები გავუკეთე, ბავშვობაში ვაკეთებდი ხოლმე ამას და რატომღაც მომინდა რომ ეხლაც გამეკეთებინა. მე და დედიკო მწვანილებითაც ვაკეთებდით ხოლმე. რეიტუში ჩავდებდით მწვანილებს შემოვაკრავდით ძაბს და ისე მწვანილის ფორმა ქონდა. ხო ნახოთ ავაწროთ ესენი და ვნახოთ როგორი გამოვა. იზოლენტით გავაკეთე, სკოჩის დაჭრის ნერვები არ მქონდა და ნახეთ. ეს ძალიან წეპოვანია ოღონდ. მაგრამ გაძრება რა. ძალიან წეპოვანია გამოდგა ეს იზოლენტა და შესაბამისად კვერცხიც ზედმეტად იწებება. ესეთი უნდა გადაუსვა ამათ მაინც. ამათ ზეთის წასმა მეზარება. ზეთს უსმევენ ხოლმე რომ პრიალებდეს, მაგრამ მეზარება. თან გარეთ გვინდა გასვლა. აუ ესა კაია. ეს ძალიან კაია. ესეთი ჯვარი ვნახოთ. საღებავი გამოვიყენე იმენა 9 პაჭკა. ერთი იყო 2 პაჭკა ენდრო გამოვიყენე, ერთი ხელოვნური საღებავი კიდე. ასეც საყვარლობაა ნახეთ. ოღონდ ძალიან იწებება. ეს ძალიან საყვარლობაა. ეს დაგჭა და ეგ არის. ეს ბოლოს დამეზარა და უბრალოდ ესე კუბიკებად დავაკარი. ეს ეგ არის და ეგ. ეს ჯეჯილი დამხვდა აქ, ოღონდ კაი დაბუჩქული არ არის რა. ამაჩემა იყიდა და ამებს რო გაცივდება და ზეთს რო წაუსმა, ესე ჩავალაგებ აქ ლამაზად ესე. როგორც ჩალაგდება რა. მოგესალმებით. მესამე დღე სოფელში. მომიტევეთ თბის დავარცხნა დამავიწყო და ეხლა არის შუა დღე უკვე 2 საათია. მე ეხლა ხან ავდექი, 12-ზე გავიღვიძე და 2 საათი ვიკოტრიალე ლოგინში.
და პირველ რიგში რა თქმა უნდა მოვიდუღე ნალექიანი ყავა ჩამოვიჯექი უსაყვარლეს ადგილას ხო უბრალოდ ამას ვერაფერი ვერ ვუპოვე რამე ისეთი რა ქვია ბალიშივით რო გამეკეთებინა ვერაფერი ვერ ვნახე და უბრალოდ გავტოვე ისე როგორც არის მაინც არ არის ჯერ ეს მზად ამას გაშკურკვა უნდა გამოწვა უნდა გალაკვა და მე ზემოდან შუშა უნდა გადაადო როგორც გითხარით ნუ მე რამდენად გეუბნებით უკვე კაცმა აღარ იცის ძალიან ცივა ანუ ცოტა ხანი იყო მზე კი მეორე დღეს რო ჩამოვედი მეორე დღეს იყო მზე აი რომ მოვედი ეტყობოდა რომ ყველგან ნაწვიმარი იყო იმიტომ რომ გზებზე წყლები იდგა და მიწას ჭყაბაჭყუბი გაუდიოდა რასაც ქვია და მეორე დღეს იყო მზე და საღამოს აცივდა გაწვიმდა და რა ვიცი დღესაც მოღრუბლულია და ცივა ეხლა ისე გემრიელად მეძინა ხალხო აი არ ვიცი აქ რომ ძინავს სოფელში თბილისში მაგალითად თბილისში სულ ძინავს და არასდროს არ მყოფნის ძილი და აი აქ რომ ეძინა გუშინ დავწექი 6-ის ნახევარზე დილით ჯერ მეგობარი იყო ჩემთან გადმოსული მე ვიყავი მეგობართან გადასული და დილის 6 საათზე დავწექი გუშინ და 12-ზე უკვე გამეღვიძა ანუ 6 საათიც არ მეძინა არ არის საკმარისი რა თქმა უნდა მაგრამ გამეღვიძა ისე რომ აი აღარ მეძინებოდა რა ძალიან სასიამოვნოდ მძინავს ხოლმე აქ ხო და ეხლა დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს ყავას რომ მივირთმევ ეგრევე ცეცხლი უნდა დავანთო სამზარეულო უნდა დავალაგო და დავიწყო საჭმელების გაკეთება დიდ არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ დროს მაინც მოითხოვს. აწეწილი რა თქმა უნდა, ქათმის ფილეს აწეწილი და ვენეგრეტი ოლივიე. ანუ ეს ორი ჩემი საყვარელი საჭმელი უნდა მოვამზადოს და სხვას მეც მე არაფერს არ ვაკეთებ, მამა ჩემმა ოსტრს გავაკეთებო და თუ არ ვცდები საციოს და ეგ არის და ეგ შეიძლება პიცაზეც დავფიქრდე პიცის გაკეთებაზე, მაგრამ არ ამგონი. ორი დღეა კი არა და 3-4 დღეა მაზის წასმა ჩავაგდე და არ წამისვია და კი ხედავთ რა დღეში წმა კანი ტელეფონი მიჭდება და ამ წარბებს აი მეორეც თუ ეგეთი შეცდომა დაუშვა გეფიცებით იყოს როგორც არის ისე როგორ საშინლად ეტყობა რომ აი აქ თეთრია აი არ ვიცი რა გავაკეთე თან აქეთ დაბალია აქეთ მაღალია ამ სათვალის მოხსნა აღარ მინდა საშინელება დავიმართე ხალხო წარბებზე კარგი ხა ამ ერთხელ მაპატიეთ და მეორეც იგივე შეცდომას აღარ დაუშვებ სათვალის საწმენდის წამოღება დამავიწყდა და ვერ წმინდავ კარგად სათვალეს აი ეს ძალიან ნერვებს მიშლის და არ ვიცი როგორ მოვიქცე ახლა ზაფხული მოდის და ოდნავ დღის შუქზეც კი ძალიან შავდება ანუ მზეზე მით უმეტეს ძალიან შავდება და მზის სათვალეს ემსგავსება და მე მინდოდა რომ სულ გამჭირვად ყოფილიყო მაგრამ არ აუშვეს სატაცურის ვიდეო შემხვდა TikTok-ზე და ძალიან მოწონთ, ძალიან უყვართ, ძალიან გიჟდებიან სატაცურზე. მაგრამ ChatGPT-ს ვკითხე და დასავლეთ საქართველოში უფრო იშვიათად არისო სატაცური, იმიტომ რომ ნესტიანი ჰავა არისო რა და მით უმეტეს ჩვენთან ახლა ერთი კვირა წვიმებია და თან კიდე მდინარე მოედინება აქ და ნესტია რა თქმა უნდა და რაღაც არ მგონია რომ ვიპოვო, მაგრამ თუ მოვიცალე მინდა რომ გადავიდე და გადავხედო, მაინტერესებს თუ სადმე ვიპოვე სატაცური, ძალიან მარტივად მზადდება და არასოდეს არ მიჭამია და მაინტერესებს როგორია.
აი რაღაცნაირად ეკალას გავს. ხო იცით ეკალას რო ეს რო გამოაქვს ტოტი და რომ მსხვილდება ის ტოტი ძალიან გავს მაგას. არც თუ ვიპოვე გავაკეთებ აუცილებლად, მაგრამ რაღაც არ მგონია რომ აქ სატაცური ვიპოვო სადმე. წავედი ახლა. აი თბილისში რომ მაგარი ქარის მერე ძალიან ლამაზი წითელი ხასხასაც არო იყო, ხო გახსოვთ? ანუ ყველაც ის ვიდეოებს დებდა TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე ყველგან და მე იმას ვფიქრობდი, მე სად ვიყავი, როგორ ვერ შევამჩნიე თქო, იმიტომ რომ ძალიან გვიან და ძალიან ოდნავ დავინახე ცაზე სიწითლე და ეხლა გამოვდივარ გარეთ და სოფელში აი ესეთი ცადა მხვდა. ძალიან ლამაზია, აი ძალიან. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას, წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ესე იგი, რაც ჩამოვედი იმის მერე წვიმს, ანუ გარეთ სულ წყლები დგას, რასაც ქვია, აი ატალახებულია ყველაფერი. ერთხელ დამხვდა, ცოტა ერთი დღე იყო ცოტა მზე. განარჩენი ატალახებული ყველაფერი და აი არ ვიცი რა. დღეს არის უკვე ორშაბათი და ხვალ სამწუხაროდ უნდა წავიდე. ფიზიკურად ისეთ საქმე მაქვს, რომ ვერ გადავდებ რა სამწუხაროდ და ისე უცებ გავიდა ეს 4 დღე თუ რამდენი დღეც ვიყავი აქ, რომ ძალიან კარგად და სასიამოვნოდ სიმართლე რო გითხრათ, დასვენებულად ვგრძნობ თავს, ბედნიერად, კმაყოფილად და ხვალ დილას უნდა გავეშურო თბილისში. დღეს უკვე არის 5 საათი. ესე იგი გუშინ დავლიე, ღვინო, ბევრი არ დამიძლებია სხვათა შორის, მაგრამ აი არც ცოტა და არც ბევრი ნორმალურად საკმარისად დავლიე და დილას დავიძინე 6 საათზე ალბათ. მე რამდენი დღეა უკვე ეგრე გამთენიას ვიძინებ და აი თავი როგორ მტკიოდა იცით? პახმელია, ნაფახოსები, რა პახმელი აქონია იმ ღვინოს, თავი მისკდებოდა, ძლივს დავიძინე. ძლივს. ავდექი დღეს 5 საათზე, 5 საათამდე მეძინა. ეხლა ავდექი სადღაც 15-20 წუთია და ხელპირი დავიბანე, კბილები გამოვიხეხე და მოვიდუღე ყავა და წავედი ახლა დავლიო ყავა. აბა თქვენ იცით, წარმატებები, ჯანმრთელობა და ბედნიერება ყველას.